რა ლამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს სახლში დემონტაჟის დღეა. ეს არის არმატურა. იმდენ რაღაცას ვსწავლობ ამასობაში, რომ რა ვიცი. როდესაც ამ ყველაფერს ვიწყებდი, კი ვიცოდი რამ ხელა პასუხისმგებლობას და რამ ხელა ამბავს შევეჭიდე, მაგრამ ახლა როდესაც უკვე მასალების საყიდლად მივდივარ და მე უნდა ვაკონტროლო რა როგორ კეთდება, როგორი ამინდია, თუ ამინდი გაფუჭდა, როგორ გადაოხუროთ სახლს და ასე შემდეგ. აი, ახლა ვიაზრებ რამ ხელა რაღაცა შევეჭიდე და მივხვდეთ იმისა, რომ ადრე ასეთი რაღაცა ალბათ შფოთვას მომიმატებ და ახლა ვიღებ როგორც გამოწვევას და მაინტერესებს როგორ გამკლავდება ლინაკო დემონტაჟის და მერე მონტაჟის და ზოგადად ხელოსნების და მუშების ნაწილს რა, ანუ მათთან კომუნიკაციას, იმიტომ რომ ანუ არ მყავს ბრიგადა, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი, იმიტომ რომ არასდროს არ მქონია ეს გამოცდილება და დედა ჩემი კი ნერვიულობს ხოლმე, რომ აი, რამდენად კარგი მუშები არიან. ახლა ეგ მაქვს პასუხად, რომ თუ არ დავტესტავთ, ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ პირველად გვიწევთ ასეთ რაღაცასთან შეჭიდება. და ანუ თუ გამიმართლებს და იდეალური მუშები იქნებიან, მაშინ მეყოლება ექსტრა კონტაქტები და მეყოლებიან კარგი მუშები რაღაც სანაცნობოში, რომლებსაც მომავალში კიდევ დავუკავშირდები ხოლმე. დღეს ვიყავი ვარჯიშზე და პირდაპირ აქ ჩამოვედი, რომ მოვედი სახლის სახურავის ნახევარი უკვე მოხსნილი იყო და გარეთ ყრია აი ასეთი დიდი ლურსმნები, რომელთაც დიდი ალბათობით სახურავი იყო დამაგრებული ხის ჩონჩხზე. ახლა გაჩვენებთ რა ხდება ზევით, ეს ჩემი საყვარელი ნაწილია. და რადგან ამას ახლა მარტო ვიღებ, რამდენიმე კიბეს ავივლი, მერე ჩამოვალ და მერე ავიტან ზევით კამერას. Life is hard. I told you. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახურავში, რომელიც იმაზე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. მივხვდეთ იმისა, რომ ეს წიფელი მითხრეს. გონი წიფელია, ან წიფელია. ეს ძალიან ცუდი მასალა არის და აი ამ კონსტრუქციას დიდი ალბათობით გავაკეთებთ. არ მახსოვს რა მითხრეს, მაგრამ მგონი ნაძვი არის საუკეთესო. მაგას ელიაოზე ვიპოვით. იატაკი არის ძალიან ძველი გაკეთებული. მაგრამ იმაზე კარგ მდგომარეობაშია ეს ფიცრები ვიდრე მეგონა. მეგონა რომ ყველაფერი დამპალი და ჩატეხილი იქნებოდა, მაგრამ თელ სახლში შემიძლია რომ ვიარო. თელ სახლზე შემიძლია რომ ვიარო. რაც ძალიან კარგია. როგორც მითხრეს, ადრე როდესაც სახლებს აშენებდნენ, სახლს ზემოდან აყრიდნენ მიწას, რაც აი ამ ნაწილს დაყრილი აქვს ზედ, რომ შეენარჩუნებინათ ცითბო და ალბათ ხმა რო არ შემოსულიყო. ასევე ელექტრობა მთლიანად რაც გაყავდათ სახლში. აი ესე ეყარა რა, ანუ სხვენში ესე უბრალოდ დაყარეს, კედლებშიც არ არის ჩასმული, რაც კაინდა კარგია. ყველაფერი ზევიდან მოდის, ამიტომ ელექტრობაც სასწრაფოდ იქნება გამოსაცვლელი. და კიდე კარგი ამბავი ის არის, რომ ამ სახლის ხის კოჭები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ანუ არც ერთი არ არის დამპალი, არც ერთი არ არის დაშლილი, დახეთქილი ან გაფუჭებული. კოჭების მოხსნა რო დამჭირვებოდა, მთლიანად მომიწევდა აქაურობის დაშლა. ახლაც მიწევს, მაგრამ როგორც მითხრეს, უფრო მეტად მომიწევდა. ახლა განახებთ კიდე რას ვაპირებ. ჩემი სახლის ამ ნაწილს, ანუ შემოსასვლელს და სამზარეულოს ბრტყელი სახურავი ქონდა, ანუ აქ მთავრდებოდა მთლიანად სახურავი და აქ ბრტყლად იყო გადადებული რაღაც შეშტები. ეს ნახეთ. ამით მგონია, რომ სახლები უნდა გატეხო. ხო და მე ძალიან მინდა, რომ ჩემი სახურავი აი ასე მოდიოდეს, რომ ეს ნაწილი ცოტათი მაინც გამოვიყენო, ცოტა შუგულისხმევ, რომ რაღაცები შევაწყო რა, აქ რაც არ დამჭირდება. ან რაც იშვიათად დამჭირდება ხოლმე. და ძალიან მინდა, რომ სხვენის სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენო. ამიტომ ნახოთ, როგორ კონსტრუქცია შემოგთავაზებს თეკლა და როგორ გაამაგრებს ამას მერე ნოდარი. ახლა აქ რო დავდივარ, ალბათ დედა ჩემს გული უსკდება, მაგრამ სანამ არ დავწმუნდი, რომ ყველა მუშას ქონდა შემოვლილი აქაურობა, მე არ ამოვედი. აქ იპოვეს აკვანი. ელენიკო ამბობს, რომ აკვანს ადრე სახლის სხვენებში იმიტოდებდნენ, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ყოფილიყო. მაგრამ თუ რამე ინფორმაცია გაქვთ მაგასთან დაკავშირებით, სიამოვნებით შემიძლია რომ მივიღოთ. ძალიან მაინტერესებს, რატო შეიძლება რომ სახურავში აკვანი ჩადო და თუ კარგი დანიშნულება აქვს, მეც დავდებ აკვანს სახურავში, იმიტომ რომ მინდა რომ 5 შვილი მყავდეს. 5 ბევრია. და კიდევ არ ვიცი, გაგიკვირდებათ თუ არა, მაგრამ სახურავში ვიპოვეთ 3 წამი გაქვთ რომ მოიფიქროთ უბრალოდ თქვენი აზრით რა არის ის რაღაცა, რაც ამ სახლის პატრონს ძალიან ბევრი ქონდა წინა ეპიზოდებშიც გაჩვენეთ და ყველა გადავაწყე. 1, 2, 3 ჩაიდანი.
კიდე ერთი ჩაიდან ვიპოვეთ. თაფლი გაქვთ. აქ არის ძალიან ბევრი ბზიკების სახულგა. ან ფუტკრების სკან ბზიკების სახულგა. და ეს ბზიკები მიდიან ჩემს სახლის წინ, რომ ულამაზესი ყვავილობა აქვს ხეს დაწყებული. მაქედან იღებენ ალბათ გემრიელ ნექტარს და მოდიან აქ და ეს არის სახლის სახურავის ის ნაწილი, რომელიც დაფარულია კრამიტებით და აქედან მხარი არის ჩემი მეზობლის სახლის სახურავი, რომელიც იდეალურად არის გაკეთებული და იმედია ჩემიც ასე იდეალურად იქნება გაკეთებული. ძალიან მინდა რომ სხვენი მქონდეს, საკმაოდ მაღალია. დაახლოებით ჩემი აზრით 2 მეტრა და 20 იქნება. რაც ძალიან მომწონს. მე რომ მეგონა რომ ამ ყველაფერს ესე მოუხსნიდით და ეგრევე დავამაგრებდით ხის კონსტრუქციას, ხის რომელიც ჯერ არ შემიძენია, თურმე მანამ სანამ ხის კონსტრუქციას დაადგავს სახლს, უნდა გააკეთოს სარტყელი. და ახლა გეტყვით რა არის სარტყელი. თუ სიტყვები მეშლება არ გეგონოთ რომ ჩემ ამუშებმა არასწორად მითხრეს. სწორედ მითხრეს ყველაფერი, უბრალოდ მე ვიმახსოვრებ ბევრ ახალ რაღაცას. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასეთი რაღაცის ყიდვა ასე ძალიან გამახარებდა, მაგრამ გუშინ ვიყიდეთ არმატურა და ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე ვიყიდეთ ხამუთები და ასევე ვიყიდეთ მავთულები. ამ არმატურას ახლა მუშები ქვევით წნიან. არმატურა არის, როგორც მივხვდი, რკინის ჯოხები, რომლებიც ძალიან ბევრი დაგჭირდა. 4 ცალ ჯოხს ესე დააწყვავენ, ესე შეკრავენ ხამუთებით და ჩემი სახლის გარშემო და ყველა ტიხარზე დაამაგრებენ მავთულებით და შემდეგ შემოღობავენ ხის ფიცრებით, რომ მოვიდეს ბეტონის მანქანა, რომელიც წიწესარიან გაუხარდებოდა, რომ ჩავასხათ ბეტონი. ეს იქნება სახლის სარტყელი, რომელიც მთლიანად შეკრავს სახლს და გაამაგრებს და ასევე დიდ კედელზე რო გვაქვს ბზარი, მანდაც ჩავასხავთ ბეტონს, რომ ეს ყველაფერი გამაგრდეს და რკინის რაღაცებითაც გავამაგრებთ მოკლედ რა. ეს ყვავილობა რა მაგარია. რო შემეძლოს აქ სულ შუშის სახურავს გავაკეთებდი, სადაც ამოვიგუდებოდი, მაგრამ ლამაზი ხედი მექნებოდა. ამას აკრავენ გიფსოს ეგრევე, ან ქვაბამბამიდის აქ ხო? ჟესტსა და რას შორის. თუ საცხოვრებლად უნდა გამოყენება, მემბრანის ფასი ხო არის დაახლოებით. ოკეი, მადლობა. ეს ესე არის და მე რო ვაკეთებ, მე რესტორდება? ხომალტივი. პროსტა ძალიან დიდი დრო. კრამიტები დავტოვოთ, მაგათ შემოვიდან და დანარჩენი გადავყაროთ. თუ არ დაგჭირდებათ, გადავყაროთ. თუ გამოდგება დავიტოვოთ. ეს არის ნაგავი, რომელიც ჩამოვყარეთ ჩემი სახურავიდან და ახლა მოვა მანქანა, რომელიც ამ ნაგავს თლიანად გაზიდავს. ნახეთ რა, იდეალურად ჩამოყარეს ეს ყველაფერი, რომ არავის ხელი არ შესულდა. ძალიან კარგია. ამასობაში შემოგვია რა ბატონმა ზურამ, რომელიც ელექტრობას გაიყვანს ჩემს სახლში. ჩაჭრა ელექტრობა სახურავზე რო იყო დაყრილი ასე სადენები. ეგ ჩავჭერით, რომ დენ მარდა გვარტყასინე და აქამდე მოგვიფიქრებინა და კიდევ მე ვისწავლე არმატურის ჩაწვნა. That was so nice. ძალიან მაგარია. სულ უნდა იყოს 11 ან 16 და მე გავაკეთე 2. ამასობაში ჩემს სახლზე დაყრილი მიწა მთლიანად გადმოვყარით აქეთ და მე სასწრაფოდ უნდა გავარკვიო რომელი ხეჯობია. გავიარო ელიავაზე, ვიპოვო და მე წამოვიღო აქეთ. აქაც არის იდეაში, მაგრამ თბილისის ხარისხი, თბილისში როგორც იყიდება, იქ ხარისხი ბევრად ჯობია, ამიტომ მაგას ვიზავთ რა. რა შემეძლოს მთელი დღით დავრჩევოდი აქ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული დღე მქონდა. პარალელურად რა გადაღებებიც მაქვს, მაგებს ვამენეჯებ და რაღაც სცენარებს წერ. პარალელურად ჩვენ უნდა ვიპოვოთ რამე, რასაც გავაკეთებთ ამებისგან, იმიტომ რომ ულამაზესია. უმრავლესობა გადარჩა. კარგად გავასუფთავებ, ჩავაკერხე. რამეში გამოვიყენებ. და ამ ეპიზოდის ხარჯები არის 775 ლარი გადავიხადე არმატურაში და ხამუთში და მავთულებში. და მანქანისთვის, რომელიც ჩვენ მიერ გადმოყრილ ნაგავს წაიღებს, გადავიხადე 120 ლარი. რაც
გონია რომ ოკეი ფასია. ან არ არის. ბეტონის მანქანას უნდა გადავუხადოთ ხვალ, ან ზეგ და ჯერჯერობით ეგ არის. ამ სახლისთვის სახურავს ავარჩევ მოდულში, უნდა ავარჩიოთ ფერი, ფორმა, როგორი გვინდა. პირველ რიგში უნდა გავიგოთ საერთოდ რა ფართობი გვინდა. და ვნახოთ, რამდენად მალე და კარგად დაამზადებენ მომაწოდიან, მე დავიწყებთ უკვე განთავსებას. ცხოვრების რაღაც ეტაპზე რა, ალბათ აი დასაწყისში როცა უკვე გავიზარდე, იმედ გაცრუებული ვიყავი, რომ აი ჩემ გარშემო ვიღაცის მშობლებს შეეძლოთ, რომ აი ეს კონტაქტების სია გადაეცათ მათი შვილებისთვის, ან მაგარი გრძნობა არის ძალიან, რო ყავს რა გარშემო სანაცნობოში, აი შენი ვიღაცის ვიღაცა, ან ვიღაცის ვიღაცა არ გულისხმობ ეხა მაღალ ჩინოსანს, ან მილიარდელ ბიძას, მე გულისხმობ აი როიც რა, აი მამა შენის მაკაცი არის, რომელიც ამას მოგიგუარებს, იმიტომ რომ რაღაცა და ეგ გზა სამწუხაროდ ჩაჭრილი არის ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ როგორც კი ეგ გავიაზრე, რომ აი ეგ გზა საერთოდ არ არსებობს 16 წლის ასაკში, მან ეს ამბიცია გამიჩნდა, რომ მე ვიქნები ის დედა, ან მამიდა, ან დეიდა სხვებისთვის, ვისაც ეყოლება ბევრი ნაცნობი და ამ ნაცნობებთან ექნება პირდაპირი ურთიერთობა. And I think it's beautiful. იმიტომ რომ ძალიან ბევრ კარგ ადამიანს გადავაწყდი ასე ცხოვრებაში და გონია რომ კიდე ძალიან ბევრს გადავაწყდე. კაცი მაყურებლები დაგვემატნენ და ბოდიში ბიჭებო, მაგრამ აქამდე ასეთ რაღაცებზე ხშირად ვლაპარაკობდი და ახლაც ვიტყვი რომ თუ ამ ვიდეოს უყურებს დაახლოებით 16 წლის ლინაკო, ან ისი მსგავსი ბავშვი, რომელსაც გონია რომ არ არსებობს ვიღაცა, ვინც მას დაეხმარება. ვეტყვი რომ და მეორე ადამიანი არსებობს, ვინც დაგეხმარება და ძალიან მაგარია თუ ამ ადამიანებამდე შენ თვითონ მიხვალ. ჩემს vlogs აქედან დავასრულებ. მგონია რომ ძალიან პროდუქტიული ვიყავი დღეს. ხვალ უკვე ბოლომდე ჩავწვნით არმატურას. დავადებთ აქ სარტყელზე და ტიხრებზე და ზეგ უკვე ჩამოვასხავთ ბეტონს. რავი, ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს რაღაცები. ვინც მკითხა ის ამ vlogs არ უყურებს, მაგრამ მკითხა რომ ხო ნახეო რემონტი ისეთი მარტივი არ ყოფილა მოკლედ და როგორც წარმოგედგინა და მარტივი არ წარმომედგინა. და მითხრა რომ დაიღალე უკვე და საერთოდ არ დავღრილო არ პირიქით მინდა რომ დღის განმავლობაში უფრო მეტი საათი მქონდეს და უფრო დიდი ხანი იყოს დღე რომ მეტი რაღაც მოვასწრო. დღეს იმდენი რაღაც ვისწავლე რომ რა ვიცი. ძალიან დიდი ხანია უცხო და ახალი რაღაც არ მისწავლია და მომწონს რომ ამ ყველაფრის კეთებასთან ერთად მუშებს აზარებათ რომ ეს ყველაფერი ამიხსნან და შემდეგ ეპიზოდებში უკვე რომ ეყოლება ოპერატორი ინტერვიუებსაც ჩამოვარცმევ. ახლა ავალ ცოტა ხანი ვიბოჯიალებ ჩემს ხვენში, მოვიფიქრებ სად რა მინდა და ნახოთ აბა როგორ გაგრძელდება ეს ეპიზოდები. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. შეიძლება თუ არა ახლა მაგის მოძრაობა. თქვენი აზრით. აი ეს კედლები რო იშლება, რო იფუშნება, რო ჩამოვყარო გაჯი, ცუდია თუ კარგი?